რა შამს ის ვინც ცეცხლი უნდა ჭამოს. რუსეთის დუმის ბეჭდურმა ორგანომ სახელად პარლამენტსკაია გაზეტა ერთობ საინტერესო მასალა მოუმზადა მკითხველს თემაზე დეპუტატების საზაფხულო დიეტა. ქართული მედიას თუ მიბაძავს მას, უაღრესად საინტერესო იქნება. რუსის დუმაში კი ზოგს თურმე რა უჭამია, ზოგს რა. დეპუტატმა ტატიანა ბუცკაია. კი, ამან. მეგრელი არა, მარგალებ ტყურათი ხარით, გური ყაზახით. ამან განაცხადა, მეო, ვგიჟდები ვარენიკებზე ალუბლითო. მაგრამ ხაჭოც კარგია და სალათიცო. ზოგადად, რუსეთის შუაზოლის სურსათი მიყვარსო და ჩამოთვალა. კარტოფილი, სტაფილო, მარწყვი და კიტრი. ახლა ჟურნალისტები ჩააჭიჭინდნენ ამ ბუცკაიას, რატომ მაინც და მაინც შუა რუსეთში მოყვანილი პროდუქტი, სხვა რატომ არაო? იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი ამისთვის გენეტიკურად არის მომართული და საერთოდ არაა შექმნილი მანგოსა და ბანანის საჭმელად. გაიგონეთ? რუსის ორგანიზმი თურმე გენეტიკურად არის შექმნილი და მომართული კარტოფილის მოსანელებლად. 1000 წლეულებია თურმე რუსი კარტოფილის დიეტას იცავს. კარტოფილისა, რომელიც რუსეთში მხოლოდ პეტრე პირველმა შეიტანა და ისიც მხოლოდ ერთი ტომარა, ჰოლანდინა. მერე გავრცელდა უკვე ნელ-ნელა. პარლამენტსკაია გაზეტა ჟურნალისტს ეგ რა თქმა უნდა არ უკითხავს ამ ბატისტვინა დედაკაცისთვის. ალბათ სამსახურის დაკარგვისა შეეშინდა, მაგრამ მაინც საინტერესო საკვლევია, რასის სწრაფით განიცდის მუტაციას რუსის გენეტიკური კოდი. იქნებ ამ ბუცკაიამ უკეთიცის, რადგან მაინც ექიმი ყოფილა. გასაგებია, რომ მანგო და ბანანი სიკვდილ კარში არ იზრდება. გასაგებია, რომ პატრიოტი ხარ. თუ არ ხარ, უნდა გამოჩნდე, იმიტომ რომ ეძინაერასია სიით ხარ არჩეული დუმაში და თანამდებობრივად გევალება. მაგრამ საგანგებოდ მოუძებნე ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში. მანგო და ბანანი ორივე უიოლესად მოსანელებელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გინდიმ სიკვდილ კარში იყავი დაბადებული, გინდა კუნძულ ჩუნგა-ჩანგაზე. ამიტომ არ ღირს დიეტური მკრეხელობა და სისულელების ლაპარაკი ამხელა ქვეყნის გასაგონად. თუ რა თქმა უნდა ბანანი საკვებად გინდა. თუ არა და მართალი ხარ. კიტრი უფრო პრაქტიკულია.